ძვირფასო მეგობრებო, ისევ ვიმყოფები გიორგისთან ბუკინისტიკაში და ნახეთ როგორი აღმოჩენებია. ეს არის კისილოვის და რიბკინის გეომეტრია, ძალიან საინტერესო წიგნებია, ასევე ფიზიკის სახელმძღვანელოებიც არის. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ. ეს არის კლასიკა. გერმანული პროგრამაა, სხვათა შორის, ჩადებული, რომელიც 30-იანი წლებიდან უკვე იყო ამოქმედებული და ამ წიგნებს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოცემა. ეს არის მაგალითად 1955 წლის გამოცემა. ეს არის სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მე-7 მე-10 კლასებისათვის. და უცებ ნახეთ რეზო ჭეიშვილის ავტოგრაფი. ხედავთ აქ რა ხდება, როგორი სასწაულები ხდება. ეს არის სიმონ ჯანაშიას 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსაწვევი. ნახეთ 1980 წლის 15, 17 და 18 ნოემბერს გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საისტორიო საზოგადოების საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიას დაბადების 80 წლის თავს. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს იმას, ახლა მათემატიკას, რადგან ვიცი, რომ ბევრი ახალგაზრდა მათემატიკის მასწავლებელია და ამ წიგნების შესახებ არც მენია და ინტერნეტში ითხოვენ დამატებით მასალას. ბევრი სარგებლობს ტელგმა და ნურკის სახელმძღვანელოთი, რომელიც უკვე გამოვიდა საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში და არ განსხვავდებოდა მაინც და მაინც დიდი სარგებლობით. ესეც არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაღაც გამოცემა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ ეს საინტერესო წიგნი მათემატიკის. ნახეთ. აკაკიშანიძე. აქ რა ხდება? აკაკიშანიძე ხალხნა. ოპა, ნახეთ აკაკიშანიძის ხელმოწერა 1966 წელი. 4 ნოემბერი. ანუ თვით შანიძის წიგნი, რომელსაც აწერს ხელს თვით აკაკიშანიძე. ხედავთ რა ხდება აქ. და ისევ მათემატიკას უბრუნდები. გიორგი ხან რას მთავაზობს, ხან რას და მე ყველაფერი მინდა რომ გიჩვენოთ თქვენ. ესე იგი, გეომეტრია, ეს არის უკვე სახელმძღვანელო მე-7 მე-10 კლასებისთვის. პლანიმეტრია, ეს არის კლასიკა. ვინც ვართ უფროსი თაობის მათემატიკოსები და სკოლა დამთავრებულები, ყველას გვაქვს ეს ყველაფერი ამოხსნილი თავიდან ბოლომდე. აი ეს წიგნი მაქვს თავიდან ბოლომდე ამოხსნილი სხვათა შორის. ეს რა არის? სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო 1993 წელი. რაღაც ოფიციალური წერილია, მინისტრი კვესიტაძე 93 წელს მე არ მახსოვს ვინ იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, მაგრამ აი რაღაც ბრძანება გურჯაანის რაიონის ბაკურციხის კომერციული ინსტიტუტის რექტორს ბატონ გრიგოლ ჯანხოთელს. ეს საინტერესო წერილია. შემდეგ მოდის ფიზიკის სახელმძღვანელო, ეს არის პიორიშკინის სახელმძღვანელო, ესეც არის საბჭოთა პერიოდის და ძალიან საინტერესო წიგნია ესეც. შემდეგ ჩვენ გვაქვს რიბკინის მეორე ნაწილი გეომეტრიის ამოცანათა კრებული, აი ესეთი ფორმით არის გამოცემული. კიდე არის სწორხაზოვანი ტრიგონომეტრია, ესეც რიბკინია. ეს არის სახელმძღვანელო მე-10 მე-11 კლასებისათვის. მაშინ იყო 11 წლიანი სკოლა, მერე ისევ გადავიდა 10 წლიანზე, მერე ისევ 11 წლიანზე. ესეც არის ტრიგონომეტრიული ამოცანათა კრებული რიბკინის. და აქ ჩვენ გვაქვს, ესე იგი, ალგებრის ამოცანათა კრებული ლარიჩევის მეორე ნაწილი, მე-10, რომელი კლასებია აქ? მე-9 მე-10 კლასებია. და აქ უკვე სერიოზული თემებია განხილული, ბევრი ამოცანაა, ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ ეს
წიგნები გიორგისთან ბუკინისტიკაში მისამართი არის უცვლელი დავით აღმაშენებლის 164 ეს არის ძველი კინოსტუდიის ეზო თუმანიშვილის თეატრის ეზოა პრაქტიკულად ყველგან აწერია ბუკინისტიკა შეგიძლიათ მოხვიდეთ და დაათვალიეროთ ეს წიგნები აი ეს ყველა თემის და ყველა დარგის ცოდნის ხო ცოდნის ყველა დარგის წიგნის ნახვა აქ არის შესაძლებელი ნახეთ სახელგამი 1950 წელი პირადი ბიბლიოთეკა ეს პირადი ბიბლიოთეკის წიგნობრივი ფონდის აღრიცხვა ხედავთ საინტერესოა ეს ხდება აღრიცხვა სხვათა შორის ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ მე უკვე იმდენი წიგნები მაქვს რომ აღარ მახსოვს სად რა მიდევს პრინციპში კი მახსოვს მაგრამ მალე დამავიწყდება შეიძლება მალე უკვე ჩემი სახელის დამავიწყდეს იმდენი ინფორმაცია გარშემო ძვირფასო მეგობრებო ძვირფასო ბიბლიოთეკებო უნდა მეთქვა აი ეს წიგნებია ფონდში ასე რომ მობზანდეთ ნახეთ დაათვალიერეთ